კვირეების ინსულინი ღამაკ დარჩენილი. ანა დარჩიაშვილი 16 წლის შვილის პრობლემაზე საუბრობს, რომელიც დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტის მოულოდნელ ცვლილებას უკავშირდება. 6 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრმა მათთვის აუცილებელი მედიკამენტის ნოვორაპიდის მოწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ განაცხადა და მისი ალტერნატიული მედიკამენტით აპიდრათი ჩანაცვლების შესახებ ისაუბრა, რასაც დიაბეტის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლების მღელვარება მოჰყვა. 4 რიცხვში რომ ვერ ავიღე ინსულინი, დავიწყე რეკვა ჯანდაცვაში. ნუ როგორც იქნა 5 რიცხვში მივახციე რომ დავრეკე ჯანდაცვაში და 4 რიცხვი დავრეკავდი და ნუ პასუხს ვერ ვიღებ და 5 რიცხვში რომ დავრეკე და უკვე ძალიან მკაცრად მოვითხოვე რომ რა ხდება ქვეყანაში და წამალი არ არის და ბავშვი დამჭა წამლის გარეშე, მითხრეს რომ დაგიკავშირდება წარმომადგენელი. როგორც იქნა დამიკავშირდა წარმომადგენელი და მეუბნება ასეთ რაღაცას, რომ თქვენ ექიმსო შეუთანხმდით და გადაიყვანეთ ბავშვი აპიდრაზეო. მშობლების ნაწილი შიშობს, რომ მცირეწლოვანი ბავშვებისა და მოზარდებისთვის ეს ცვლილება სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული. ბავშვები, ვინც არიან ნოვორაპიდზე, ამ შემთხვევაში ჩემი შვილიც და რომელსაც ჭირდება 0.5-ით გადაწეული ბიჯი, ანუ ვერ მოიხმარს აპიდრას, იმიტომ რომ აპიდრას ფიზიკურად ქარხნულად ეს ბიჯი არ აქვს. ექნება ან დაბალი შაქარი, ან მაღალი. ანუ ვერ დავიჭერ შაქარს და ვერ მივაღწევ იმ შედეგს, რაც უნდა მქონდეს თვიდან თვემდე, დღიდან დღემდე. ეს ერთი. ის რომ აპიდრა არსებობს და ის კვების ნემსია, ეს უდაოა. კი ბატონო, არსებობს, არიან ბავშვები, ვინც აპიდრას მოიხმარენ და აწყობთ ეს ერთეულით გადაწეული ბიჯი, მაგრამ ის ბავშვები და ის მშობლები რას შვებით, ვინც ვერ ვიყენებთ ამ აპიდრას. მე ვფიქრობ, რომ უნდა ქონოდა ჯანდაცვას გათვლილი მარაგები, რომ თუ რაღაცა ლაფსუსი ან რაღაცა შეფერხება იქნებოდა და ბავშვები არ დარჩენილიყვნენ ინსულინის გარეშე. მინდა დავამატო, რომ ინსულინის დეფიციტი არის მაისის თვიდან. უნდა აგვეღო ჩვენ ვიღებთ ყოველ 3 თვეში ერთხელ 3 თვის მარაგს, ყველაფერი რაც გვჭირდება. მაისის თვიდან ჩვენ გვაძლევს სახელმწიფო თითო თვის. ბოლო 2 თვეა გვაძლევენ 2 კვირის ინსულინს და უკვე ბოლო 2 კვირა საერთოდ ინსულინი აღარ არის.